დაწყებული უგზეობით. სოფელს არ აყავს, ადრე ყავდა საკუთარი მონტიორი. ახლა არ აყავს. სოფელს ყავდა ექიმი. ახლა არ აყავს. სოფელში იყო ხილი ჩაბარების პუნქტი. აღარ არის. სოფელს ყავდა კულტურის მუშაკი. დღეს აღარ არის. სოფელს ხონდა აბანო, სოფელში იყო აბანო, რომელიც სამკურნალო აბანო, რომელიც წყალტუბოს აბანოსა კი არა, უფრო კარგი აბანო იყო. მისი ტოლფასი არ იყო. რამდენჯერ მე სკოლაში დავდიოდი და მოყავდათ ხარებით, ჯოხ დაბიჯგებული და თავისუფლად მიდიოდი, როცა ვანებს მიიღებდნენ. სოფელს გაჭირება იმიტომ აქვს და დაიცალა სოფელი, ჩემი მოსწავლეების დროს სამი სკოლა იყო სოფელში. დაწყების კლასში 100 ბავშვი სწავლობდით ზედააღვის სკოლაში. კენაში იყო სკოლა, ქვევით იყო სკოლა, ქვედააღვში. მიგრაციამდე 156 ბავშვი იყო იმ სკოლაში. დღეს 26 ბავშვია. რამ გამოიწვია მიგრაცია? მიგრაცია გამოიწვია იმან, რომ სოფელს ყურადღება არ ექცეოდა და ხალხი წასულია ქალაქად. აქ სოფელი აქ ისეთი ძლიერი იყო, ვერ წარმოიდგენს ადამიანი და დღესდღეობით დაცარიელებულია. გზა, რა თქმა უნდა, გასაჭირი გვაქვს გზის. დანამეწყრ გზა არის, რემონტები სჭირდება, შემკეთებელი არავინ მყავს. ვართ ასეთ ზამთრის პირობებში, როცა მოთოვს ნამედურ, მაშინ ადგილობრივად ხალხი აღარა მოხუცების ამარე ვართ დარჩენილი და თუ გავყვალავთ ნიჩბებით და ასე იმით თუ არა, ტრაქტორები იშვიათად მოდის და გასაჭირია, რა თქმა უნდა, სკოლაში ბავშვებს უჭირთ მისვლა. მოსამსახურე ვინცა მასაც უჭირთ და ვართ ასეთნაირ დღეში. ყოველ ზამთრის თვეების დადგომა შიშით მიველოდებით, რომ გზა გვეკეტება. სასწრაფო მოხუცები გვყავს, 80 წელს გადაცილებული, 80 წელს მიახლოებული, სკოლის მოსწავლე გვყავს. 4 კილომეტრი უწევს თითქმის იქით-აქით 8 კილომეტრამდე ბავშვს სკოლაში სიარული. ეს არის ძირითადი პრობლემები სოფელში. გაჭირებულად. არ უნდა ახალგაზრდობასაც, რა თქმა უნდა, რაც არის სოფლის შემოსავალი, იმასაც ვერ ვასაქმებთ. არ არის არანაირი არც ხილის ჩაბარების პუნქტები, არც არაფერი ისეთი, რომ ახალგაზრდობამ მინიმალური საარსებო რამ გაიჩინოს.